მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მერვე ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ რამოდენიმე დღის უკან, ალბათ თქვენც ნახავდით, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი ამერიკაში, კალიფორნიაში. ძალიან დიდი ხანძარი წარმოიქმნა და ამ ხანძარს რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა და ასევე ძალიან ბევრს უпростоრად მოუწია ევაკუირება ქალაქიდან. დაახლოებით 150,000 ადამიანია ევაკუირებული ამ დრომდე და 5 ადამიანია დაღუპული ამ დრომდე. ზუსტად კიდე შეიძლება გაიზარდოს ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანძარი იყო, მართლა მე კადრებს გაჩვენებთ რა ხდებოდა. ხო და დღევანდელი ვიდეოც მინდა ისეთი ტიპის იყოს, რომ საქართველოს რა თქმა უნდა პირველ რიგში დაიფაროს ღმერთმა მსგავსი ტიპის მოვლენებისგან. და მინდა რომ შემოგთავაზოთ ისეთი ვიდეო, სადაც აგიხსნით თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავსი ტიპის სიტუაცია თუ წარმოიქმნა ჩვენს სიახლოვეს, როგორ უნდა მოვახდინოთ დროულად ევაკუაცია და როგორ უნდა მოიქცეთ სწორად. მე ხა ცოტა უცნაურ ადგილზე ვიმყოფები, უცნაური რა თქმა უნდა არ არის უცნაური, მაგრამ ქალაქის ხედია. ქალაქის ხედი იმიტომ ავარჩიე, რომ ზუსტად ქალაქს დაატყდა ეს ამბავი. წარმოიდგინეთ, ტყეში გაჩნდა ცეცხლი და რა ვიცი, აი ძალიან დიდი ტერიტორია, დასახლებული პუნქტი, თითქმის გაანადგურა და გაასწორა მიწასთან და ესეთი რაღაცა თუ მოხდება ხანძრის კერაში თუ აღმოჩნდებით, აუცილებლად გვჭირდება ის მეთოდები, რაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ცოცხალი გავიდეთ და თუ ყავს ოჯახი მით უმეტეს და განსაკუთრებით თუ ყავს ოჯახი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ და უნდა ვიცოდეთ საჭირო ტექნიკა იმისთვის, რომ გავიდეთ ასე ვთქვათ, დაუზიანებლად ხანძრის კერიდან. კიდევ შევარჩიე აი ესეთი ადგილი, რაღაც კალიფორნიის ნახევარუდაბნოსავით არის. მოკლედ, ძალიან კარგი ადგილია. ხო და ამ ადგილიდან მინდა რომ შემოგთავაზოთ აი ეს ვიდეო. ნამდვილად სამწუხაროა მსგავსი ფაქტები. არც ერთ ადამიანს, არც ერთ ოჯახს არ უსურვებ, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს, იმიტომ რომ აი არაფერი არ ჩანდა საერთოდ რა. წარმოიდგინეთ, თითქმის ერთ დღეში ქალაქი აი განადგურდა რა. არაფერი არ ჩანდა, ვერაფერს ვერ ხედავდნენ საერთოდ მოძრაობის დროს, მანქანებს ყველაფერს ადგილზე ტოვებდნენ და ფეხით გადაადგილდებოდნენ რა. ხო და პირველ რიგში რა თქმა უნდა გვაშოროს ესეთი რაღაცეები, ესეთი მოვლენები პირველ რიგში საქართველოს, მერე კიდე თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს რა თქმა უნდა გაშოროთ ღმერთმა აი ესეთი რაღაცეები რა. საქართველოშიც ხდება მსგავსი ფაქტები, უბრალოდ საქართველოში ხდება, რომ რაღაც აი სახლს წაეკიდება ცეცხლი და ასე შემდეგ. ანუ სახლშიც რა თქმა უნდა ეს ტექნიკები გამოგადგებათ, მაგრამ მსგავსი ტიპის მასშტაბური ცეცხლი, რა ვიცი, საქართველოში დიდი ხანი არ ყოფილა და იმედია არც იქნება და რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცადოთ რომ პირველ რიგში გაუფრთხილდეთ ბუნებას და გაუფრთხილდეთ ჩვენს ლამაზ იმ ადგილებს, არ დავანთოთ ცეცხლი ისეთ ადგილებზე, სადაც შეიძლება ხანძარი გავრცელდეს, მოეკიდოს ხეებს, ბუჩქებს და გავრცელდეს ძალიან დიდ ტერიტორიაზე რა. ეს რა თქმა უნდა ადამიანების დაუდევრობითაც ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი რაც კალიფორნიაში მოხდა, ადამიანების დაუდევრობით არ მომხდარა და გამოიწვია ბუნებრივმა მოვლენებმა და წარმოიქმნა ძალიან დიდი მასშტაბური და ძალიან დამანგრეველი ხანძარი. მოკლედ ვეცდები რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაღაც ამომწურავ ინფორმაციას არ მოგაწოდებთ, თქვენც არ დაგეზაროთ, უნდა იცოდეთ ესეთი რაღაცეები რა, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით ახლა რაც წარმოიდგენდნენ იქაური მაცხოვრებლები, რომ პირობითად 1 საათში უცებ გამოვიდოდნენ გარეთ და მთლიანი ქალაქი ყვამლში იქნებოდა, ხო? ამიტომ ჯობია ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციებში და რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ სიცოცხლე, ჯანმრთელად გავიდეთ, რაღაც უნდაც აი ესეთი ექსტრემალური სიტუაციებიდან და ასევე ჩვენი სიცოცხლეც დავიცვათ და ასევე დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების და ნათესავების სიცოცხლე, ჩვენი ცოდნით. ამას ნამდვილად წინ არაფერი არ უდგას რა. მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს მინდა ვისაუბრო იმ ტექნიკებზე და იმ ხერხებზე, რაც გამოგვადგება მსგავს სიტუაციაში, ხანძრის დროს და ისეთ დროს, როცა არაფერი არ ჩანს საერთოდ და ანუ თუ ჩანს კიდე, როგორ უნდა გავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ. და დღეს მინდა გავაკეთო ალკოჰოლის ქურა. ეს ალკოჰოლის ქურა არის ძალიან საჭირო ნივთი და კომპაქტური, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ქალაქიდან ხშირად გადიან
და მოგზაურობენ ხშირად, ასე ვთქვათ, და არა მარტო მოგზაურები, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უყვარს ეს ქალაქიდან გასვლა დროებით ერთი დღით, შეუძლია წაიღოს, ან ყავა მოიმზადოს, ან კიდევ, საკვებიც შეუძლია მოიმზადოს სიმის დახმარებით და საშუალებით. მოკლედ მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად გავყვე, ჯერ ვისაუბრო იმ ხრიკებზე და იმ სიტუაციაზე, რაც კალიფორნიაში მოხდა, შემდეგ უკვე გაჩვენებთ ალკოჰოლის ქურას, როგორ ვამზადებ. ხო, ერთი რაღაცის თქმა მინდა კიდე, ალბათ მიხვდებით რისი. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარი. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, აი მართლა ძალიან მიხარია განვითარებას რო ხედავ არხის და რაღაც აუდიტორია მემატება, თან ისეთი აუდიტორია მემატება, რასაც ვაკვირდები, ჭკვიანი ხალხია, რაღაც ასე ვთქვათ, მოსიყვარულე ხალხია, სითბოს გამოსცემენ და ეს სითბო მე ძალიან მსიამოვნებს, ხო და რა ვიცი, აი მართლა მიხარია, რომ აი ესეთი დამოკიდებულებით ხართ ჩემს მიმართ და თუ კიდე ახალი ხართ ჩემს არხზე, ძალიან დიდი მადლობა, აი თუნდაც იმ გამოწერისთვის, თუნდაც იმ ლაიქისთვის და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ რაღაც ვიდეოების გაჩერებას და შემოგთავაზებ ძალიან საინტერესო ვიდეოებს, რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაა, რომ თქვენ ამ ყველაფერს აფასებთ და მიფასებთ, თქვენი თუნდაც აი იმ გამოწერით, კომენტარით და ლაიქით. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, მართლა აი ამ ყველაფრისთვის და მინდა რომ თქვენ გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა, პირველ რიგში წარმატება მინდა გისურვოთ და რაიმე საქმეს თუ მოგიდებთ ხელს, იმ საქმეში გამართლება მინდა გისურვოთ. ახლა უკვე გადავიდეთ ვიდეოზე. ხო, თან მინდა ვიმოძრაოთ, თან გესაუბროთ, არ მინდა ერთ ადგილზე გაჩერება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ადგილია. თან ვისაუბრებ, თან ვიმოძრავებ. თან ახლა ისეთ ადგილზე ვიმყოფები, სადაც გავრცელებულია ცნობილი ქვეწარმავლები, შხამიანი ქვეწარმავლები, გიურზა, შავი ქვრივზე მაქვს მე რეკომენდაციები. ხო და ერთი ის მომშვიდებს, რომ ისეთი პერიოდია ახლა, რომ ძირითადად ბუნაგში არიან და რაც ზამთრის პერიოდია და ნაკლებად არიან გარეთ. მოკლედ, თუ რაღაც სახე შემეცვალა და წავიქეცი, ესე იგი რაღაცა მიკბინა, არ გაგიკვირდეთ. ხო, ამოვედი ახლა აი ესეთი ლამაზი ადგილია, მართლა. აი, უყურეთ. რავი, როგორ ჩანს. აი ეს არის გზა. და ესეთი ლამაზი მთებია. აი რაღაცის ბუნაგი. არ ვიცი რა არის. შეიძლება ტურის არის. ან გველის. არ არის გამორიცხული. აი ესეთი ამოთხრილი კიდე შემხვდა. სავარაუდოდ შესაძლებელია ტურა მიმაიმუნა, იმიტომ რომ ამ ადგილზე ძალიან გავრცელებულია ტურა. მოკლედ დავიწყოთ ნელ-ნელა გესაუბრებით მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის რომ მეხანძრეები და მათი სამსახური, რომელიც ძალიან რთულია, განსაკუთრებით ესეთ სიტუაციებში. ისინი ზოგადად ამერიკელი მეხანძრეები არიან, პოლიციელებიც, ექიმებიც და თვითონ რა თქმა უნდა მეხანძრეებიც და მაშველებიც ყველაფერს აკეთებენ ეგენი და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ფაქტთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ აი მაგათმა გააკეთეს ყველაფერი რა. აი წარმოიდგინე რამხელა დაგეგმვა სჭირდება ამ ყველაფერს, რომ 150,000 ადამიანი რაღაც რამოდენიმე საათში გაიყვანო იმ ცხელი კერიდან და მოაშორო, ასე ვთქვათ, იმ გარემო პირობებს. წარმოიდგინეთ რა დრო სჭირდება, მაგრამ ამათმა გააკეთეს, რა ვიცი, 1 საათში, 2 საათში ალბათ ეს ყველაფერი და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რესპექტი ჩემგან ამერიკელ მეხანძრე მაშველებს, ჩვენი ემიგრანტებიც მოკითხვა აქედან, თუ ვინმე იმყოფებოდა
ცეცხლის კერის ადგილას, სადაც ცეცხლი იყო განვითარებული, ყველას მოკითხვა, გისურვებთ ჯანმრთელობას და გისურვებთ მშვიდობას პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ გახართ დაშორებული ძალიან შორს და დარწმუნებული ვარ თქვენი სამშობლო ძალიან გენატრებათ და ძალიან სამწუხაროა რომ თქვენი ოჯახებიდან ეს ხართ დაშორებული და რაღაც გიწევთ იქიდან, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია თქვენი ოჯახის წევრებთან. გისურვებთ მალე დაბრუნებულიყავით თქვენ სამშობლოში და ჩახუტებულიყავით თქვენ შვილებს, თქვენს მეუღლებს და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ხო, რას ვიძახდი? ვიძახდი იმას, რომ მოკლედ ამერიკელი მეხანძრე მაშველები ძალიან დიდ შრომას დებენ ამერიკაში, რომ ადამიანები და მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, იცხოვრონ მშვიდობით და იცხოვრონ აი თუნდაც აუღელვებლად. ამერიკა მართლაც ნამდვილად აი ისეთი ქვეყანაა, რომ არ დავიწყებ ახლა მოკლედ განხილვას, როგორი ქვეყანაა და რა ქვეყანაა თავისი, ასე ვთქვათ, წესებით, კანონებით და თითოეული მოქალაქით. მეტი წილი, რა თქმა უნდა, წესიერია და ნორმალურია, მაგრამ არანაკლები არანორმალური ადამიანი წავს, მაგრამ მეტი წილი არის კანონმორჩილი მოქალაქე და ძალიან კარგი მოქალაქე, იმიტომაც არის განვითარებული ეს ქვეყანა ესე კარგად. ხო, ძალიან კარგი ქვეყანაა, მოკლედ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ქვეყანაა თავისი ეკონომიკით და ყველაფრით და ამიტომ გამოვზდით ეს ყველაფერი ესე კარგად, რომ ყველა არის თავის საქმის პროფესიონალი, ყველა მიცის თავის საქმის შესრულება 100%-ით და პირნათლად, აი იმიტომაც არის, რომ 1 საათში და რაღაც წუთებში ახდენენ ამდენი ხალხის ევაკუაციას მსგავსი ტიპის თუნდაც ხანძრის კერიდან და რაღაც ისეთი პირობებიდან, სადაც შესაძლებელია, რომ მასშტაბურად ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს თუნდაც იმ ხანძარმა, ან მიწისძვრამ, ან კიდევ მსგავსი ტიპის რაღაცა უბედურმა შემთხვევებმა. ხო, მოკლედ ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან ამერიკელ მეხანძრე მაშველებს. პირველი დავიწყებ მარტივით, ანუ მარტივი ზოგადად არ გამოდის, მაგრამ აი თუ გაჩნდა სადმე ცეცხლის კერა ბუნებაში როცა ვართ და წაეკიდა რაიმე ადგილს ცეცხლი და ანუ ასე ვთქვათ ღვივდება. კარგი ვარიანტია თუ წყალი გვაქვს, რა თქმა უნდა წყლით ვეცადოთ ჩაქრობა, მაგრამ წყალი თუ არ გვაქვს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ბარი ან რაიმე თუნდაც ხელის საშუალებითაც შეგვიძლია მიწა შევაგროვოთ და ეტაპობრივად ჩავაქროთ ცეცხლის კერები, რომ არ განვითარდეს და რაღაც უფრო დიდი მასშტაბები არ მოიცვას. ასევე ამ ყველაფერს კიდე აკეთებენ ხოლმე, აი როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ეხმარებიან მეხანძრეებს და აქ უკვე ესეთი ტიპის მასშტაბურ ხანძრებში მოქალაქეებიც ერთვებიან ხოლმე და ეხმარებიან მსგავსი ტიპის მოქმედებებით, ზოგი წყლით, ზოგი რაღაც თავისი ფიზიკური მონაცემებით, მიწას აყრის ცეცხლის კერებს და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მსგავსი, თუ დავინახეთ სადმე ცეცხლის კერა, ან ჩვენი გამოწვეული, ან კიდევ ვინმესგან გამოწვეული, ასე შეგვიძლია ჩავაქროთ. ეხა გეტყვით, თუ გაჩნდა სახლში ცეცხლი, რა თქმა უნდა, ესეც უმეტესწილად ადამიანის დაუგდევრობით ხდება, იმიტომ რომ არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს, არ უდგებიან პასუხისგებლობით იმ ყველაფერს, რაც არის უსაფრთხოების წესები. უსაფრთხოების წესები პირველ რიგში ჩვენ სახლში უნდა დავიცვათ და მერე უნდა დავიცვათ იმ ჩვენ სამსახურებში და ასე შემდეგ. პრიორიტეტი არის ჩვენი ოჯახი, მეგობრებო და ჩვენი ის ნათესავები და საყვარელი ხალხი. აი ეს ყველაფერი რო არ მოხდეს და ლეტალურად არ დამთავრდეს ყველაფერი და თუნდაც ხანძრამდე არ მივიდეს საქმე, უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ანუ უსაფრთხოებაში რას გულისხმობ? ეხლა მე არ ვიძახი, რომ რაღაც ადამიანს აუცილებლად უნდა კონდეს 10,000 ლარიანი და 20,000 ლარიანი, ასე ვთქვათ, დაცვის სისტემა, თუნდაც ის გაზის გაჟონვის და ასე შემდეგ. დაახლოებით 20 ლარი თუ 30 ლარი ღირს გაზის გაჟონვის აპარატი. აი, ხო შეგვიძლია, რომ ეს აპარატი შევიძინოთ და მაქსიმალურად მშვიდად დავიძინოთ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ბევრისთვის ეს 20 ლარიც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ დამიჯერეთ, აი ამ 20 ლარის გამო ბევრი ადამიანის სიცოცხლე ძალიან ცუდად დამთავრებულა და
ჯობია რომ თავიდანვე რაღაც უსაფრთხოების წესები დავიცვათ რა. აი თუნდაც გაზის გაჟონვის აპარატი, აი ეგეთი რაღაცები რო შევიძინოთ, სულ შეიძლება დაგვიწყდეს 100 ლარი, ხო? და ის 100 ლარი ერთიანად თუ არა რაღაც 10 ლარებით, 20 ლარებით გადავდოთ და შევიძინოთ და დავიცვათ ჩვენი სახლი და ჩვენი ტერიტორია. ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენს დაგვიცავს და ჩვენი ოჯახის წევრებსაც რა, რომ დროულად ვიმოქმედოთ ის სპეციალური აპარატია და იძლევა სიგნალს, რომ გაზის გაჟონვა და კომლიანება და დროულად ვიმოქმედოთ რა. ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ ადამიანს დაძინებია და აღარ გაგვიძლებია კიდევაც რა. ძალიან ეხა ვამძიმებ სიტუაციას, მაგრამ ჯობია დავიცვათ უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად და გაუფრთხილდეთ თავს და გაუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს. თუ კიდევ საშუალება არ გვექნება იმის რომ რაღაც ეს ტექნიკა შევიძინოთ 20 და 30 ლარიანი, ელემენტარული აი დენის გაყვანილობა რო აი ეგეთი რაღაცები მაქსიმალურად ვეცადოთ რომ უსაფრთხოება შევქმნათ სახლში. იმიტომ რომ დენი არის ძირითადი წარმომქმნელი სახლში ხანძრის და არის გაზი. ამიტომ ჯობია მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ტერიტორია, რომ მსგავსი სიტუაცია არ მოხდეს. ძირითადი არის ეს ორი დეტალი, რაც შეიძლება მოუვიდეს ჩვეულებრივ მოქალაქეს. ესეთი მასშტაბური ცეცხლი ზოგადად ძალიან იშვიათია საქართველოში, მაგრამ მომხდარა საქართველოშიც, განსაკუთრებით 8 წლის ომში, როდესაც ძალიან დიდი ტერიტორია დაიწვა საქართველოში. აი ესეთ სიტუაციებში ჩვენ ძალიან იშვიათად აღმოჩნდებით, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორიც არის გარეთ ცეცხლის კერის წარმოქმნა და ასევე სახლშიც. ამიტომ როგორც გითხარით, აი ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემდეგ რაღაცა ასე ვთქვათ, სანანებელი არ გაგვიხდეს რაღაცეები რა. ზოგადად მსგავსი ტიპის მასშტაბური ხანძარი რო ხდება ამ ხელა ქალაქში, ჩვენ რაღაცა დრო დაგვჭირდება, რომ გავიდეთ უსაფრთხო ადგილამდე. ამიტომ წინასწარ უნდა შევემზადოთ, ეს რა თქმა უნდა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს და გვჭირდება ისეთი საჭირო ნივთები, რაც აუცილებლად გამოგვადგება, არ წავიღოთ რაღაცა ქვაბები და ასე შემდეგ, ბიჟუტერია, ჯობია დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს დროს წაგვართმევს. ხო, უნდა წავიღოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წყალი. დაახლოებით 2-3 ლიტრი ერთ ადამიანზე, იმიტომ რომ ამ ხელა ტემპერატურა როცა იქნება, წყალი რა თქმა უნდა ორგანიზმი შრება და უფრო მეც მოითხოვს ორგანიზმი, პლუს კიდევ თუ რაიმე დაზიანება მივიღეთ, უნდა ჩამოვიბანოთ წყლით, ის დამწრობა და ასე შემდეგ. ამიტომ 2-3 ლიტრი მინიმუმ ერთ კაცზე, ერთი ზურგს ჩანთავიღოთ, მოკლედ აი ესე ვიტყვი. 2-3 ლიტრი წყალი ჩავდოთ, აუცილებლად ჩავდოთ ენერგეტიკული საკვები რაც იქნება, თუნდაც კონსერვი ავიღოთ, ან კიდევ შოკოლადის ფილა, ან ბატონი შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია რა აუცილებლად უნდა ჩავაგდოთ, იმიტომ რომ გზადაგზა შეიძლება მოგშვიდეს. ეს საკვები დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ მოძრაობის დროს, როდესაც ენერგიას დავკარგავთ და აუცილებლად დავკარგავთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პლუს სტრესი და პლუს ეს მოძრაობა უფრო მეტად აცლის ადამიანს ენერგიას და ეს არის ძალიან აუცილებელი, რომ ჩვენ გქონდეს წინასწარ შემზადებული რაიმე შოკოლადი ან ენერგეტიკული საკვები, ასე რომ ვთქვათ. აუცილებლად გვჭირდება საბუთები. საბუთები ჩვენ გამოგვადგება იმისთვის, რომ თუ რაიმე შემთხვევა მოგვივიდა, გონება დავკარგეთ ან რაიმე მსგავსი, რომ ვეღარ ვახერხებთ გადაადგილებას, უგუნო მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი საბუთებით მარტივად მოხდება იდენტიფიცირება. ასევე კარგი იქნება, რომ ჩავაგდოთ პირველადი დახმარების ჩანთა. მე წინა ვიდეოში გაჩვენეთ პატარა, ძალიან კომპაქტურია და ძალიან ბევრ რაღაცას იტევს შიგნით. აუცილებლად უნდა ჩავაგდოთ ესეც, თუ რაღაც ეგეთი ჩანთის საშუალება არ გვექნება, შეგვიძლია თუნდაც ცელოფანში ჩავდოთ ისეთი საშუალებები, როგორიც არის სამედიცინო ლახტი და აი თუნდაც მალამო ან ტკივილგამაყუჩებელი, რომ დამწრობის დროს ცოტა ტკივილი შევიმსუბუქოთ. ლახტი და ეგეთი რაღაცები აუცილებელია, მოკლედ, იმიტომ რომ აი ეს რაღაც ექსტრემალურ სიტუაციებში რო გადაადგილდებით, შესაძლებელია ძალიან ბევრი დაზიანება მიიღოთ, იმიტომ რომ ქაოსური მდგომარეობა იქმნება ამ დროს, განსაკუთრებით ამ ხელა მეგაპოლისებში. ვიცი, მანქანები გიჟები ვიდადიან და ასე შემდეგ და შეიძლება არ მანქანა დაგვეჯახოს და საერთოდ არ დაგვაზიანოს იმ ცეცხლმა და
ვიღაცამ გამოიწვიოს ჩვენი დაზიანება და საჭიროა პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა ამ შემთხვევაში, რომ თუ ჩვენ დავზიანდით ან ვინმე ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი, სასწრაფოდ დავეხმაროთ, ასე რომ ვთქვათ. განსაკუთრებით ესეთ პერიოდში აი ძალიან რთულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად აღმოგვიჩინოს ეკიპაჟმა და დროულად გვიმკურნალოს, ასე რომ ვთქვათ და მოდი აი ესე ვიტყვი, რომ აი ესეთ შემთხვევებში მარტო ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები და ისე უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ ჩვენ თავს ჩვენ თვითონ დავეხმაროთ პირველადად და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ჩვენ თვითონვე შევძლებთ ალბათ მისვლას ეკიპაჟამდე ან სამედიცინო პუნქტამდე. ასევე კარგია თუ ჩააგდებთ ფანარს, ელემენტებს და power banks რო ეძახიან, ეგეთი რაღაცაც შესაძლებელია რომ ჩავდოთ, იმიტომ რომ ენერგიაცითი შევა ხოლმე ზოგადად ესეთ დროს და რაიმეს მოძებნა თუ დაგჭირდება, ან საკვების მოძებნა თუ დაგჭირდება, ან მედიკამენტების მოძებნა თუ დაგჭირდება, კარგი იქნება დაგვეხმარება ფანარი რა. მე ამ ყველაფერს ვიძახი ძალიან კრიტიკული სიტუაციებისთვის, აი ესეთი მასშტაბური ცეცხლის დროს, ან რაღაცა თუნდაც ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე კარგი იქნება თუ ჩავდებთ ერთ წყვილ ტანსაცმელს, ანუ გამოსაცვლელს. ანუ მე ვიძახი როგორ ეხა ერთი ჩანთა უნდა გქონდეს ერთ ადამიანს, ეხა ერთ ჩანთაში პირობითად ოჯახის ტანსაცმელს მთლიანად ვერ ჩაილაგებ, ხო? ამიტომ ერთ ადამიანს უნდა გქონდეს ერთი ჩანთა და მოათავსოს შიგნით თავისთვის თვითონ რაც გამოადგება. აი ესეთი საჭირო ნივთები რა. ტანსაცმელიც კარგია. აი ესეთი მოძრაობის დროს ზოგადად შეიძლება მოხდეს ესეთი სიტუაცია, რომ დასველება მოგვიწიოს, თუნდაც აი წვიმა წამოვიდეს ან რამე და დასველებული გადაადგილება ძალიან ცუდია და რთული. ამიტომ ერთი წყვილი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გქონდეს, რომ შევძლოთ გამოცვლა და ასე ვთქვათ, მარტივად მოძრაობა. თუ გადავაადგილდებით ოჯახთან ერთად, აუცილებელია რომ შევადგინოთ ევაკუაციის გეგმა. აიცით რა არის ახლა სადაც ცხოვრობთ, დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცის თავიანთი ქალაქი და თავისი საცხოვრებელი ადგილი. ასე ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ, სად იქნება უსაფრთხო ადგილი, რომ დროულად მივიდეთ იქამდე. ანუ ევაკუაციის გეგმა არის ეს. შეგვიძლია, როდესაც გავიგებთ, რომ ესეთი რაღაცა ხდება ქალაქში, უცებ ოჯახთან ერთად დავგეგმოთ მარშრუტი, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ და სად უნდა მივიდეთ. ეხა კიდევ არის ერთი ვარიანტი, როდესაც უკვე მოძრაობას დაიწყებთ, წინასწარ აუცილებლად უნდა იცოდეთ შეხვედრის ადგილი. ანუ შეხვედრის ადგილი რას ნიშნავს? როდესაც გზები გაიყოფა პირობითად რაღაცის გამო, თუნდაც ერთი წყალზე წავიდეს, ან მეორე საკვებზე, ან რაღაცაი მოხდა ისეთ სიტუაცია, რომ გზები გაიყო რაღაცის გამო, წინასწარ რო გეცოდინებათ თქვენი ლოკაცია, სადაც უნდა შეხვდეთ, აი ეს იქნება ძალიან კარგი რა, იმიტომ რომ მარტივად იპოვით ერთმანეთს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კავშირიც წყდება ხოლმე ტელეფონებთან და ყველანაირი კომუნიკაცია ითიშება, იმიტომ რომ კაბელებიც იწვება და 1000 უბედურებაა მოკლედ და თუ მაინც და მაინც კართან არ არის მომდგარი ცეცხლის კერა, კარგი იქნება რომ ჩავრთოთ საინფორმაციო გამოშვება, ასე ვთქვათ, ან ტელეფონის საშუალებით გადავამოწმოთ სანდო წყაროს საშუალებით. ინფორმაციის გადამოწმება დაგვეხმარება იმაში, რომ დროულად გავაკეთოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა და დროულად მოუბილისდეთ, თუ ჩვენს კართან არის მომდგარი ცეცხლი, ასე რომ ვთქვათ. აი. არ ვიცი ახლა ეს რისი ძვლებია. თუ ვიმყოფებით სახლში, მოკლედ, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის აუცილებლად უნდა გამოვთოთ ელექტროენერგია და გაზი უნდა გადავკეტოთ, იმიტომ რომ ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგი და ასევე არ გადაწყვიტოთ, რომ მეხანძრე მაშველების გარეშე წახვიდეთ ხანძრის კერასთან და იქ გადაწყვიტოთ რაღაცა, ასე ვთქვათ, დახმარება, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ წერტილში აღმოჩნდეთ, რომ ვეღარ გამოხვიდეთ იქიდან რა. კიდევ ერთ დავამატებ, თუ გადაადგილდებით მანქანით, უნდა გქონდეთ რა თქმა უნდა საკმარისი საწვავი. ხოლო თუ ფეხით გადაადგილდებით, რა თქმა უნდა იყოს ჯანმრთელი ცხოვს. ან კიდევ ვინმე ჩაუჯექით და წაგიყვანოთ. მოდი ისეთ ადამიანს ჩაუჯექით, რომ არ წაგიყვანოთ ცეცხლის კერისკენ. და თქვენც ეცადეთ თუ ფეხით გადაადგილდებით, მოკლედ წახვიდეთ ისეთი ადგილისკენ, სადაც ნაკლებია ცეცხლის კერა
აი წეღა რო გითხარით საინფორმაციო გადამოწმეთ აუცილებლად საით არის ცეცხლის კერა განვითარებული წინასწარ რომ იცოდეთ და შესაბამისად იმოქმედოთ და იმოძრავოთ მანქანითაც და ფეხითაც. ახლა გეტყვით თუ მოხდა ისეთი სიტუაცია რომ სახლში და ზოგადად თუნდაც აი ეგეთი ტიპის ხანძრის კერებთან თუ იმყოფებით, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ყველა იმ გმირს და ყველა იმ ვაჟკაც ადამიანს, ვინც შესულა და თუ მიყურებს კიდე ეგეთი ადამიანი, ვინც შესულა ხანძრის კერაში და გადაურჩენია ადამიანის სიცოცხლე, ყველას ძალიან დიდი მადლობა აქედან. მოკლედ გეტყვით იმას, რომ თუ მოგვიწია ხანძრის კერაში შესვლა სახლში ვინმეს გადასარჩენად, ან კიდევ თუ მოგვიწია აი ესეთი მასშტაბური ცეცხლის დროს ქალაქიდან ევაკუაცია, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ასე ვთქვათ მარტივად შევიდეთ იმ სახლში და გამოვიდეთ და გავიდეთ იმ ხანძრის კერიდან, როგორ უნდა მოვიქცეთ. ერთი კარგი ვარიანტი არის რომ სახეზე იფარებენ ხოლმე ნესტიან ქსოვილს, ქსოვილი ყველანაირად დაგვეხმარება იმაში, რომ ასე ვთქვათ არ შეაღწიოს ჩვენ ორგანიზმში კვამლმა, იმიტომ რომ კვამლი გუდავს ადამიანს და ითიშება ჩვეულებრივად. ხო და ნესტიანი ქსოვილი ვნახოთ რამე, ნესტიან ქსოვილს უბრალოდ ვერ ვნახავთ, მაგრამ შეგვიძლია დავასველოთ, იმიტომ გითხარით რომ წყალი არის კარგი რაღაცა ამ შემთხვევაში, შეგვიძლია დავასველოთ და მოძრაობის დროს ქალაქში თუნდაც ცეცხლი როცა გაჩენილი, ან სახლში შესვლის დროს ნესტიანი ქსოვილი ავიფაროთ ცხვირზე და პირზე, რომ ნაკლებად მოხდეს ჩვენს ორგანიზმში ის ასე ვთქვათ გამონაბოლქვი რა. კიდევ აუცილებლად თუ ვაპირებთ შენობაში შესვლას, ან კიდევ ხანძარი ძალიან ახლოს არის, ვეცადოთ რომ დავისველოთ ტანსაცმელი, ასე დროს ნაკლებია შანსი რომ დამწვრობა მივიღოთ და ჩვენი ორგანიზმი გადახურდეს იმ სიმხურვალისგან. და კიდევ არის ერთი ვარიანტი, თუ იქნება ახლოს სადმე წყალიან რაღაც მდინარესავით, მდინარე უკეთესია რა თქმა უნდა, ან ტბა თუ იქნება რაღაცა ქალაქებში ძალიან ბევრია ფანტანები და ასე შემდეგ, წყალი არის კარგი საშუალება, თუ აი ესე ძალიან ახლოს არის ცეცხლის კერა და ვერ გავდივართ, რომ წყალში შევიდეთ რა. ეს კარგია იმისთვის, რომ რა თქმა უნდა წყალში დაცულები ვიქნებით და დაგვეხმარება იმაში, რომ გადავრჩეთ და ასე ვთქვათ, თუ გადაგვივლის ის ცეცხლის კერა, ჩვენ ცოცხლები დავრჩებით რა. და კიდევ ერთი კარგი ვარიანტი არის, რომ ძირს დავწვეთ, თუ ძალიან ახლოს ვართ და ვეღარაფერს ვეღარ ვხედავთ, ძირს დავწვეთ, იმიტომ რომ დაბლა ნაკლებია შანსი იმის, რომ ჩვენი ორგანიზმი გაიჟღინტოს იმ კვამლით და მავნე ნივთიერებებით და მოხდეს გონების დაკარგვა და საერთოდ ლეტალური შედეგი. უფრო ნაკლებია ამ შემთხვევაში შანსი მაგის. ხო და დაწოლის დროსაც ასევე შეგვიძლია ავიფაროთ სახეზე ის ნაჭერი. ეხა ისეთი ნაჭერი არ უნდა ავიფაროთ, რომ სუნთქვა ვერ შევძლოთ, რა თქმა უნდა, სუნთქვაც უნდა შევძლოთ. მოკლედ, ასე თუ ისე საინტერესო იყო, რამოდენიმე რჩევა მოგეცით, რამოდენიმე დეტალზე გესაუბრეთ, მინდა რომ მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ თქვენ თავს. ახლა უკვე გაჩვენებთ იმ საინტერესო ალკოჰოლის კვირას. მოკლედ, დაგჭირდება აი ესეთი 2 ცალი ქილა. ენერგეტიკულის ან ნებისმიერი რაღაცის შეგვიძლია გამოვიყენოთ და ეს უნდა გადავჭრათ ორივე ქვედა ნაწილზე რა. აი ესე სწორად უნდა გადავჭრათ ორივე. ჩემი ქურა ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესეც ძალიან კარგია. მეორეც ანალოგიურად ქვედა ნაწილზე გადავჭრათ. და ერთი მოვათავსოთ მეორეში. აი ასე ჩავსვათ. აი ასე, კარგად ჩავსვათ. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. და აი ამას უკვე უნდა გავუკეთოთ აქ ხვრელები, აი ესე წრიულად, რამოდენიმე ხვრელი.
აი ასე ხრელები გაუკეთდება. მოდი ამას მოვაჭრიო, ცოტა ლამაზად გამოიყურებოდეს. ეს ძალიან მჭრელია, რო იცოდეთ მაინც. ამიტომ ხილად გააკეთეთ, რომ ხელი არ გაიჭრათ. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. და ერთი ცალი შუაში უნდა გაუკეთოთ კიდევ, აი აქ. ხო, ეხა ჩავასხათ ცოტა სპირტი. მოკლედ გავამზადე, მაგრამ ეხა მე ამას პლუს სპირტთან ერთად გავუკეთებ პარაფინს. იმიტომ რომ პარაფინიც ასე ვთქვათ, დიდი ხანი შეინარჩუნებს ცეცხლს და მოამზადებს უფრო კარგად საჭმელსაც და ასე ვთქვათ, სასმელსაც. პარაფინის და მსგავსი დანამატების გარეშეც შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივად ალდეს სპირტის ქურა მარტო სპირტით. მაგრამ ეს მაინც ასე ვთქვათ, უფრო კარგი ვარიანტი არის ჩემი ქურა. მე როგორც გავაკეთე ან ქილისგან, უფრო საიმედოც არის, რომ მარტო სპირტით აალდეს და აქ უკვე ცოტა დანამატები დაგჭირდება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ყავა ან საჭმელი მოვამზადოთ. თუნდაც აი პარაფინი დაეხმარება, რომ დიდი ხანი შეინარჩუნოს ცეცხლი. ასევე ცოტა ბამბას გავუკეთებ. ეხა მე ამას ცოტა მივალაგებ აქაურობას, თორე არ მეყვარს ესეთი ქაოსი. მას წაუყიდებ ეხა ცეცხლს. აჰა. მოეკიდა. მოკლედ ეს შეინარჩუნებს ძალიან დიდი ხანი ეხა ტემპერატურასაც და ასევე ცეცხლსაც. ძალიან კარგი რაღაცა. ამას ეხა მე გამოვიყენებ სადგამად და მივირთმევ ყავას. მგონი ჯობია აი ესე გავაკეთოთ. უფრო ხარისხიანი გამოვა. დაიწყო უკვე დუღილი, მეგობრებო. ძალიან კარგად. დაახლოებით 2-3 წუთია უკვე ველოდები რა. ეს უკვე ადუღებულია და გამზადებულია ჩათვალეთ. ამას ეხა მე მივირთმევ. მოკლედ, დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და როცა ესეთ ადგილებში მიდიხართ, ჯობია თან წაიღოთ, რომ აი ესე რო გაჩერდებით, მარტივად დაანთოთ ცეცხლი და მარტივად მოამზადოთ თუნდაც ერთი ფინჯანი ყავა. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დროებით.